ეუფეოზე საკაო მოგოჩინის უცენო სულ ჭეშმარიტებისა რომელი ყოველდღე ხარ და ყოველსავე აღოსებს მადლიქა შენი სამჯერ უკეთილთა მომიჭერულ ცხოვრებისა მოვიდა და ანტიბრი ჩვენი შორისა წინდა ჩვენ ყოველსავე დიცისა დააცხოვნე საფირო სულ ჩვენი ამინ აძანდი უნდა მექნება პირველ რიგში იმათ საყურადღებო თქვენს პირველად ესწრებია რომ ტელეფონებს რომ მივხედოთ ხო? რომ გარემო არ შეგვაწუხოს. ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათე სახარების 18 თავზე, 18 თავის 14 მუხლის შატლით განვიხილეთ. და იყო საუბარი იმაზე, წარმოიშვა დავა მოციქულთა შორის, ვინ იქნებოდა უპირატესი. უფალმა დაუძახა ბავშვს და უთხრა, რომ თუ კი არ იქნებით ისე, როგორც ეს ბავშვი, ვერ იხილავთ სასუფეველს, ვერ შეხვალთ სასუფეველში და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ძლავ ვისაუბრეთ, თუ რას ნიშნავს იყო როგორც ბავშვი, რას ნიშნავს ეს ბავშვური სარწმუნება და რას გულისხმობდა უფალი ამაში. ძალიან მნიშვნელოვანი თავი იყო, კიდევ ბევრ სხვა რამეს შევეხეთ და გავაგზავნოთ ახლა ჩვენ ეს თავი და მე რავი სურვილი მაქვს რომ დღეს დავასრულოთ. 18 თავი და ალბათ ღვთისმადლი დავასრულებთ კიდევაც. თავდებოდა ესეთი მუხლით წინა შეხვედრა, 14 მუხლი ესეთი იყო. რამეთუ ესრეთ არა არის ნებაი მამისა თქვენისა ზეცათასა, რათა წარწმდეს ერთი მცირეთა ამადგანიო. ანუ ქრისტე თითოეული ადამიანისათვის გაიკრა ჯვარზე, თითოეული ადამიანისათვის ეწამა, განკაცდა ჯერ უპირველეს ყოვლისა, მოკვდა და აღსდგა და თანა ჯვარსაცვა ჩვენი ცოდები, ჩვენ ვიცით ხო ესეთი ლამაზი გამოთქმა არსებობს და ეს არ არის მხოლოდ ლამაზი გამოთქმა, არამედ ეს არის სიმართლე, ჭეშმარიტება, რომ ქრისტემ ჯვარზე აიტანა მთელი კაცობრიობის ცოდები. როდესაც ვამბობ მე მთელ კაცობრიობას, გულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ქრისტემდე არსებობდა, ვინც მას შემდეგ მოვიდა ამ ქვეყანაზე დღემდე და ვინც დღეის ამას იქით კიდე ვიდრე ქრისტეს მეორე მოსვლამდე მოევლინება ამ ქვეყანას. ანუ უფლის წინაშე მთელი კაცობრიობა ხელის გულზეა, მთელი მისი შემოქმედება ერთ სიტყვეზეა და ღმერთი განკაცდა თითოეული ადამიანისათვის. ვინც კი მას თავიდანვე ჩანაფიქრში ჰქონდა და ვინც კი უკვე შექმნილია, ვისაც ცხოვრია დღესაცებულს, დღესხურს და ამის შემდეგ იცხოვრებს. ანუ ყოველი ადამიანისათვის განკაცდა უფალი. ადამიანი მე ამაზე ბევრჯერ გესაუბრეთ და ხშირად გავუსავ ხოლმე ამას ხაზს, რომ ადამიანი არის გვირგვინი ქმნილებათა, ადამიანისთვის შეიქმნა ყოველივე დანარჩენი, რაც მანამდე შეიქმნა და შესაბამისად ადამიანი უყვარს გამორჩეულად და განსაკუთრებულად უფალს თავისი ქმნილებათაგან. და როგორც ერთი წმინდა მამა ლამაზად ამბობს, თავისთვისო ღმერთმა, თუ კი შეიძლება ესე ითქვას, რა თქმა უნდა, შექმნა მხოლოდ ადამიანი. თორე დანარჩენი ყველაფერი რაც შექმნა ადამიანისთვის. და თავისთვის შექმნა ადამიანი. იმდენად უყვარს ღმერთს ადამიანი, რომ მეგობარიც კი უწოდა თავისი, გახსოვთ ხო, ქრისტე ეუბნება თავის მოციქულებს ჯვარცმამდე რამოდენიმე დღით ადრე, რომ თქვენო, ჩემი მეგობრები ხართ. მონებს აღარ გიწოდებთო თქვენ, იმიტომ რომ მონამ არ იცის რას აკეთებს თავისი უფალი, თავისი ბატონი, თქვენ კი ყოველივე გითხარით, ყოველივე გაგიფრთხილეთ თქვენ, რაც მე ვიცოდიო. და ესე დასრულდა ეს მუხლი, 14 მუხლი, ესე ჟღერდა, რომ მამის ნება არის, რომ გადარჩეს თითოეული თქვენთაგანიო. ანუ არ არის მამის ნება, რომ ერთი ადამიანი მაინც მცირეთა ამადგანი, ანუ მცირეს რატო უწოდებს უფალი ეს ჩვენგან, აი ჩვენ ენაზე გველაპარაკება, რომ ჩვენ ვიცით ესე დაყოფა ადამიანებისა, ხო? თავ პირველ ხარისხოვან და მეორე ხარისხოვან ადამიანებად.
და ნუ რა უნდა შემეწინააღმდეგებით, ყველა თქვენ გულში ჩაიხედეთ და მიხვდებით რომ ნამდვილად ისეა რა. ვიღაცა მათხოვარ შეიძლება გვერდზე ისე ჩაუვარო რომ რაღაცა წყვილზე ხელი მოიჭირო რომ ის სულიც არ მოგივიდეს, იმიტომ რომ ის შენთვის რაღაცა ადამიანის კატეგორიაშიც არ გადის ხშირ შემთხვევაში, მაგრამ თუ ვიღაცა ისეთია რომ რაღაცა იმისგან რაღაცას ელოდები, იმასთან თავსაც დაიმდაბლე. ჩვენი რა და შეურაცხყოფასაც მოითხრა. ხო და აი ამიტომ ჩვენ ენაზე გველაპარაკება უყარი, რომ აი ერთი მცირეთა ამადგანიო, ანუ შენ რომ არაფრთან მიგაჩნია, აი ისეთი ადამიანებიდანაც კი ერთი ადამიანის დაღუპვაც კი არ სურს უფალს, იმიტომ რომ ჩვენგან განსხვავებით ღმერთს ზუსტად ისეთივე სიყვარული თუ უყვარს, ისეთივე თავგანწირული სიყვარული თუ უყვარს, თითოეული აი ეს მათგანიც, რომელსაც ჩვენ ადამიანებად არც კი მივიჩნევთ ხოლმე ხშირად, როგორც თითოეული ჩვენთაგანი. ამიტომ ღმერთი არის ყოველად კეთილი და უფლის სიყვარული თანაბრად ზისხივებით მიეფინება ყველა ადამიანს, ვინც კი არსებობს დედამიწაზე და თვითონ ადამიანები რამდენად არიან ამის მიმღები, აი ამაზეა ყველაფერი უკვე დამოკიდებული, თორემ ღმერთი თითოეული ჩვენთაგანისათვის ეცვა ჯვარს. შემდეგ გრძელდება აი ესეთი თემა, საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენთაგანისათვის და ძალიან აქტუალური და ყოველდღიური. ხოლო უკვე თუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას. რაჟამ შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონე. უკვე თუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმა იგი შენი. ესე იგი ლაპარაკია რაზე? უკვე თუ შეგცოდოს ძმამან შენმან. ანუ ცოდვა ვიცი ჩვენ რომ შეიძლება იყოს ღვთის წინაშე ჩადენილი და შეიძლება იყოს ადამიანის წინაშე ჩადენილი, ხო? ადამიანის ღვთის ხატია. ადამიანის მოაზროვნე არსებაა და როგორც შეიძლება ღმერთს აწყენინო და ღვთის წინაშე მოიქცე არასწორად, ასევე შეიძლება ადამიანის წინაშე მოიქცე არასწორად. ადამიანის წინაშე არასწორი საცილი არის ცოდვა ადამიანის წინაშე, ისე როგორც ცოდვა არსებობს ღვთის წინაშე. ეხლა საბოლოო ჯამში ადამიანის წინაშე ჩადენილი ცოდვაც რასაკვირველია ღმერთამდე აიწევა, იმიტომ რომ ესეც ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვაა. მაგრამ ნუ მაინც აი ეს განყოფა არის ჩვენთვის და ეს ზღვარი არსებობს. ანუ თუ შენი ძმაო შეგწოდავსო, ანუ თუ შენმა ძმამ რაღაცა ისეთი დააშავა შენ წინაშე, რომელიც შენ არ მოგეწონა და არ გესიამოვნა, ამხილეო მასო, როდესაცო მარტონი იქნები თუ შენ და ისო. უყურეთ, ეხლა რაღაც რამოდენიმე საფეხურია. პირველი საფეხური ეს არის, რომ იმ დროს ამხილეო, ნუ გამოააშკარავებს ხობის თვალწინო რა, ანუ პირში უთხარი შენი სათქმელი, როდესაც მარტონი იქნებით. და თუ შეისმინაო, ანუ ეს არის საუკეთესო ვარიანტი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ეს ხშირად ისეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, როცა უნებლიეთ შეეშლება ადამიანს. აი რომ ვერ მოიაზრა, ვერ განსაზღვრა რასაკეთებდა და ნუ შეეშალა რა, ყველას გვეშლება ხოლმე. დამოწდა ხო? და თუ მიხვდაო და გაიაზრა და მიიღო შენი შენიშვნაო და უცებ მიხვდაო, შეიძინე ძმა იგი შენიო, ანუ ისევ აღადგინე ის ძველი ურთიერთობა, რაც მანამდე ჰქონდათო და ისევ განაახლეთ ის ყველაფერი, დაივიწყე ის მისი შეწოდება შენს მიმართ. ხოლო უკვე თუ არა ისმინოს, ანუ ეხლა მეორე ვარიანტი, ეს პირველი ვარიანტია, როდესაც ადამიანს მართლა უყვარხარ და ამ სიყვარულიდან გამომდინარე უცებ მიხვდება თავის შეცდომას, რომელიც დააშავა და უცებ გონს მოეგება და ისევ გამოფხიზლდება და ისევ აღდგება თქვენი ურთიერთობა წინანდებურად, იმიტომ რომ აი სინანულზეა ყველაფერი დამოკიდებული, ხო? ეხლა მეორე ვარიანტი, როდესაც ადამიანი აპარტავნებიდან მოქმედებს და როდესაც არ აქვს მიმღებობა შენი შენიშვნისა. ანუ როდესაც მას შეეშალა, აშკარად შეეშალა, მაგრამ არ უნდა რომ შეისმინოს, არ უნდა რომ გაიგოს. შენ კი ეუბნები და შენ კი უხსნი მას, რომ იცი შენ, ჩემო ძმაო, შეგეშალა ჩემთან. არასწორად მოიქეცი, ეს რომ მითხარი, არ უნდა გეთქვა. ან ეს რომ გააკეთე, არ უნდა გაგეკეთებინა, ვიღაცას რომ რაღაცა ელაპარაკე ჩემზე, არ უნდა გეთქვა, არ უნდა გელაპარაკა, ნუ რაღაცა ეუბნები, ხო? შენ გულის სტილს გამოხატავ და უხსნი, რომ აი არასწორია რა. ამხილებ, ასე ვთქვათ. მაგრამ შეიძლება ხვდებოდეს კიდევაც რომ არასწორია ადამიანი, მაგრამ მასში არსებული ამპარტავნება არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დაიმდაბლოს თავი და აღიაროს, რომ ნამდვილად შეეშალა. ასეთ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ხოლო უკვე თუ არა ისმინოს, მიიყვანე შენთანა ერთი, ანუ ორი სხვაი.
რაითა პირითა 2-სა და 3-სა მოწამისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყვა. 1 ან 2 ადამიანი მიიყვანეო, ანუ მთლიანობაში შენთან ერთად რო იყვნენ, ან 2-ო, ან 3-ო რა. რომ 2 ან 3 მოწმის თანდასწრებით თუ დამტკიცესო ის სიტყვა, რომელიც გაქვსო შენო დასასაბუთებელი მასთან. ანუ ეხლა ანუ ეს არის როგორ გითხრათ? გადავარქვა ამას, ეხლა ზეწოლა ცოტა ცუდი სიტყვა, ანუ შენი არგუმენტების გამყარებას ცდილობ, იმიტომ რომ თქვათ შენ კარგი გეშლება, ხო? და არა ხარ მართალი, მაგრამ როდესაც იმას მეორე ადამიანიც ეთყვის, რომ იგივეს გაუმეორებს, ასეთ შენეოვნები, მესამე ადამიანიც ეთყვის იგივეს ასეთ შენეოვნები და აქ საუკეთესო ვარიანტი რაზეა საუბარი, იცით, როდესაც რა თქმა უნდა შენ მართალი ხარ. ანუ აქ არ არის ლაპარაკი შენი დემაგოგიის გამართლებაზე, რომ თქვათ რაღაცა შენ და ესეც სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანი არ არის მართალი, აი თქვათ მაგალითად 2 ადამიანის კონფლიქტის შემთხვევაში შეიძლება სულაც არ ახარ მართალი, მაგრამ იმის გამო რომ შენი თავი გინდა გაიმართლო, ცდილობ დემაგოგიურად დაასაბუთო თითქოს და შენი სიმართლე. და ამ კუთხით ყავს მოყვანილი ვიღაცა მოწმენები, შენი კუდები რა, რომ ამაზე არ არის აქ საუბარი. ანუ აქ საუბარია იმაზე, როდესაც შენ რეალურად ღვთის წინაშე იცი რომ მართალი ხარ, იცი რომ იმ ადამიანის წინაშეც მართალი ხარ, პირიქით მას შეეშალა შენთან და მოგყავს ის 2 ადამიანის, 1 ან 2 ადამიანი, რომლებიც სასურველია თან, რომ მისთვისაც ავტორიტეტები იყვნენ. ანუ მისი მეგობრები იყვნენ. ანუ იცოდეს ამ ადამიანმა, ვისთანაც შენ საქმე გაქვს კონკრეტულად, რომ ეს ადამიანები არ არიან მიკერძოებულნი. ანუ მათ შენც ისევე უყვარხარ, როგორც ის ადამიანი უყვარს. ანუ საერთო მეგობარი. გვირჩევს უფალი 2 ეს 1 ან 2 ესეთი საერთო მეგობარი მოვიყვანოთ და მათაც დაუდასტურონ ის, რასაც შენეუბნები. რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ გაიაზროს, დაიჯეროს და თქვათ, მიიღოს ის შენი შენიშვნა და მიზანი რა არის? უყურეთ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. შენ ის კი არ უნდა გამოძრავებდეს და შენთვის ის კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ თქვათ, მან მოიბოდიშოს შენთან. არა. სიყვარული ეს არ არის. შენ თუ ეს გამოძრავებს, ეს არის უკვე შენი აპარტანება და შენი შელახული თავმოყვარეობა გამოქმედებს და ეს არ არის ჯანსაღი მოვლენა, ეს არ არის სწორი რამე. სწორი რა არის? სწორი არის ის, როდესაც შენ მის და მის სიყვარული გამოძრავებს. ანუ ესეთი უმაღლესი ქრისტიანული განმოსახედიდან რო შევხედოთ, ხო? როდესაც შენ გამოძრავებს ამ ადამიანის მიმართ სიყვარული და ცდილობ, რომ გააგებინო იმის გამო, რომ ის არ დაისაჯოს მერე ღვთისაგან. და ცდილობ, რომ მიახვედრო, რომ შენ ჩემო საყვარელო არასწორი მიმართულებით მიდიხარ. დღეს რო ჩემთან შეგეშალა, შენ თუ ამ შეცდომას ვერ მიხვდი დღეს და ესე გაატარე. ხვალე იმასთან შეგეშლება, ზეგი იმასთან შეგეშლება, მერე მასზე კიდე სხვასთან და არასწორი მიმართულებით წახვალ და საბოლოო ჯამში, როდესაც ამ ქვეყნიდან გასვლა მოგიწევს და ჩვენ არავინ არ ვიცით, როდის მოგიწევს, შეიძლება დაისაჯო ღვთისაგან და მე შენ და მის სიყვარული მომძრავს და ამიტომ გეუბნები და არა ჩემი შელახული თავმოყვარეობა და რაღაცა ის რომ რაღაცა მინდა რომ აღდგეს ჩემი რეპუტაცია და თავმოყვარეობა და რაღაცა. არა. შენთვის გეუბნები ამას. ანუ აი ყოველთვის უნდა იყოს მომძრავებელი ჩვენთვის ეს რომ მისთვის ვეუბნებით და არა იმის გამო რომ ჩვენ რაღაცა ჩვენი თავმოყვარეობა იმას ვქნათ რაღაცა. აი როგორც ეხა მამაკაცების უმრავლესობა ეხა ვისაც ცოტა ქუჩური ამბავი გაუვლია და მეთანხმება ხო რომ აი ეხა ქუჩაში ხშირად იყო ხოლმე და ყოველთვის დღემდე არის ეხა ვაჟკაც ბიჭებში ეხა ვინც არიან რომ ეხა თუ თქვა დაუმსახურებლად მიიღო შეურაცხყოფა ვიღაცისგან მე ხდებოდა საქმის გარჩევა შეიკრიბებოდნენ ცალკე ერთი მხარის მეგობრები ცალკე მეორე მხარის მეგობრები სავარაუდოდ იყო იქ ვინმე ისეთი ავტორიტეტი რომელსაც ერთსაც ჯეროდა მეორე მხარესაც ჯეროდა გაირჩეოდა საქმე და ვინც თქვა დამნაშავე იყო მართალი ადამიანისაგან იმას უნდა მოხვედროდა აუცილებლად რა იმიტომ რომ ამას აღედგინა თავის თავმოყვარეობა შელახული და ის დასჯილიყო ანუ სამართლიანობა რო აღსრულებულიყო რა ესეთი იყო ქუჩის წესები ყოველთვის რა ეს არ არის სწორი ხა ქუჩურად სწორია
მაგრამ ქრისტიანულად თუ შევხედავთ, ეს არ არის, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ქუჩის ბიჭებზე და თუნდაც ჩვეულებრივ კარგ ადამიანებზე გაცილებით მეტი მოგეთხოვება ღვთის წინაშე. და ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩვენ უნდა გვამოძრავებდეს არა ჩვენი თავშელახული თავმოყარეობა და მისი აღდგენის სურვილი, არამედ ჩვენ უნდა გვამოძრავებდეს იმ ადამიანისადმი სიყვარული, რომ ის არ დაისაჯოს ამ საქციელის გამო. ანუ გამოიყენებო ესეთი მექანიზმი, რომ მიიყვანე 2 ან 3 ადამიანიო და მათი თანდასწრებით კიდევ ერთხელ გაუმეორე შენი სათქმელი და მათაც დაადასტურო მესო. მაგრამ უყურეთ არსებობს ალბათობა იმისა, რომ ესეთ შემთხვევაში ვერ მიაღწევ შენს მიზანს და არც ამ შემთხვევაში ისმინოს. ხოლო უკვე თუ მათიც არა ისმინოს, ესეთ შემთხვევაშიო უთხარ კრებულსა. ანუ ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, სამეგობროს იმ ადამიანებს, ანუ განა ერთს და ორს უკვე, ანუ შენ ამას რატო აკეთებ? უყურე, მოდი ეგ კარგად გავაანალიზოთ ყველა ნიუანსი. რატომ არის რომ თავიდან მარტო ეუბნები შენ? ცალკე. იმიტომ რომ არ გინდა გახმაურდეს მისი ეს სუდის აქციელი, ხო? და შენ გირჩევნია რომ მხოლოდ თქვენ შორის დარჩეს ეს ყველაფერი, უცებ მიხვდეს ის ყველაფერს და აღდგეს ყველაფერი ისე როგორც იყო. უმტკივნეულოდ, უპრობლემოდ და ასე შემდეგ. მაგრამ თუ თქვათ ეს ვერ მოხდა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ მიაქციეთ ყურადღება, რომ თავი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის რა არის. მის და მისი ყვარული გვამოძრავებს. ესეთ შემთხვევაში ჯერ 2-3 ადამიანი მიყვავს და თუ ამ შემთხვევაშიც არის მინდა უკვე კრებულს უთხარიო, ანუ იმ ადამიანებს თქვენ საერთო წრეს, საახლობლოს, სამეგობროს ვისთან ერთადაც თქვენ ერთად გიწევთ ცხოვრება და ერთი საზრუნავი, ერთი იდეები, ერთი მიზნები, ერთი მისასწრებელი გამოძრავთ, ხო? ანუ იმ ადამიანებს გააგებინე და შეატყობინე. ეხლა უყურე. ხოლო უკვე თუ კრებულისაც არა ისმინოს, ანუ ხედავთ, ანუ შეიძლება კრებულისაც არ ისმინოს ადამიანმა, ანუ აქ არის უკვე საუბარი ადამიანის ამპარტავნების ხარისხზე. რაც უფრო მეტია ადამიანში ამპარტავნება, მით უფრო ნაკლებია მასში მიმღებლობა შენიშვნისა და ნაკლებია ალბათობა სიმდაბლისა. და შეიძლება არც ერთი შენი ნათქვამი არ მიიღოს, არც 2 და 3 ადამიანის ნათქვამი არ მიიღოს და არც მთელი კრებულის ნათქვამი არ მიიღოს და არ შეისმინოს. ხედავთ, ანუ ესეთი შემთხვევაც არსებობს და ალბათ ეხლა ზოგიერთ თქვენთაგანს გახსენდება კიდევაც ეხლა ცხოვრებიდან მსგავსი მაგალითები. ესეთ შემთხვევაში, ანუ ესეთ შემთხვევაში უკვე თulis უფალი რომ შენ ყველაფერი გააკეთე. რაც შეიძლებოდა რომ გაგეკეთებინა, მისთვის გააკეთე ყველაფერი. უკვე თუ კრებულისაც არა ისმინოს, ანუ თუ კი იმდენად თავხედია და იმდენად ამპარტავანია, რომ კრებულის წინაშეც არ აღიარებს და მთელი ის მისთვის საყვარელი და ძვირფასი ადამიანები, ის საზოგადოება, რომელთან ერთადაც ის ცხოვრობს, არის მათი პატივისცემაც არ აქვს და მათი პატივისცემაც არ აღიარებს, რომ არ აიძულებს მას, რომ აღიაროს თავისი დანაშაული, ესეთ შემთხვევაში იყავ მიგი შენ და ვითარცა მეზვერე და წარმართი. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რას ნიშნავს. ანუ იყოს შენთვის ის როგორც მეზვერე და წარმართი. მეზვერე ცოდვილი სინანულად ითვლება ამ შემთხვევაში, ხო? და წარმართი, ანუ შენ მას ნუღა ჩათვლი შენს მეგობრად. მიაქციეთ ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სწორედ ამ თავში განვიხილავდით ზუსტად წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ უფალი ბრძანებდა უკვე თუ ხელი შენი, თვალი შენი, ფერხი შენი გაცუნებდე შენ, მოიკვეთე განაგდე შენგან უმჯობესად შენ და ცალთვალისა, ცალხელისა, ცალფეხი შესვლაო სასუფეველოში, ვიდრეო 2 ხელი ქონდეს, 2 ფეხი, 2 თვალიო და სასუფეველის მიღმა აღმოჩნდეო, ხო? უყურე, ამ შემთხვევაში ესეთ რამეზეა ლაპარაკი. ადამიანი, რომელიც შეუვალია, ადამიანი, რომელიც არ გისმენს, არ უსმენს მეგობრებს, საერთო სამეგობროს, ვერ ღებულობს, არა და აშკარა დამნაშავედა, შენ იცი და დარწმუნებული ხარ შენს და მთელი სამეგობროს მის დანაშაულში და ის არანაირად არ იღებს არაფერს, ხო?
იყოს შენთვისო ის, ანუ ის შენთვის მეგობარი, ნუღა ჩათული შენ მას მეგობრად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხო, ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ხოლმე ამ ტკივილებით რა, რომ აი ვიღაცა მეგობარი, რომელსაც გული შესტკივათ, თქვათ, უწევთ იმათ წრეში ყოფნა და ის წრე არის რაღაცა სრულიად სხვანაირი, წარმართული რა. შეიძლება მისთვის, ამ ადამიანისთვის დღეს რომელმაც ეკლესიური ცხოვრება გადაწყვიტა, თქვათ, თავის დროზე ისინი იყვნენ მისაღები ადამიანები და მისი ცხოვრების წესი ემთხოვდა მათი ცხოვრების წესს. ერთად სვავდნენ, ერთად იგინებოდნენ, ერთად ეწეოდნენ, ერთად ბრუშობდნენ, ერთად ბილწიტყვაობდნენ, ათასსაზღვრობას აკეთებდნენ, ერთნაირი ინტერესები ჰქონდათ. გასაგებია, მაშინ კომფორტულად გრძნობდა თვითონაც თავს, მაგრამ თქვა შეიცვალა მისი ცხოვრება, ხო დღეს აღარ სიამოვნებს მას ის ყველაფერი, რასაც მანამდე აკეთებდა. და ეს მისი ყოფილი მეგობრები ისევ იმ ცხოვრებით აპირებენ ცხოვრებას და ისე ცხოვრობენ. სულაც არ აქვს მათ დისკომფორტი. და ამასაც დასინიან, ამას ხარავებენ. დასინიან მისი ქრისტიანული ცხოვრების წესს, გიშეძახიან. და მე მიყვარს ამ ადამიანებისა, რომ ესენი მაინც რაღაცა განაგრძობენ მათთან მეგობრობას, დადიან მათთან ერთად, არიან გაბოლილები მერე. მოდიან მე გოგოებზეც ვლაპარაკობ და ბიჭებზეც. და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ შენ დალოცვილო, არ არიან ეგენი შენი მეგობრები. შენ რომ გიყვარს ისინი და შენ რომ მათზე გული შეტკივა. და შენ რომ მათი ხათრით ღამის კლუბში მიდიხარ, ერთხელ მაინც ის შენი ხათრით ეკლესიაში წამოსულა. შენ გასაგებია გიყვარს ის და იმისი ხათრით მიდიხარ, გეძვირფასება ის ადამიანი, მაგრამ იმას თუ უყვარხარ და ეძვირფასები, ერთხელ მაინც დაინტერესებულა შენი ცხოვრების წესით? ერთხელ მაინც წამოსულა შენთან ერთად ეკლესიაში, ერთხელ მაინც 5 წუთი დამდგა რა ლოცვაზე? დაინტერესებულა ვინ არის ის ადამიანი, ვინ შენი მოძღვარია, ვინ შენი ცხოვრება შეცვალა, ვინ სხვანაირად შეგახედა ცხოვრებას? და თუ არ დაინტერესებულა, რა თქმა უნდა, ეხლა როგორც წესი არის ხოლმე ნაწილი, რომელიც აი ესე გულისხმიერად ეკიდება და დაფიქრდება და ამათ ვეძახიმე ნამდვილ მეგობრებს და არის ნაწილი და ბევრი მინახავს მე ესეთი, რომელსაც ვთქვათ და ძალიან ხშირია ესეთ შემთხვევები, რომ ადამიანი რომ მოდის, მე მას მოყავს თავის მეგობრები ეკლესიაში, ხო, ჩვენც ვიცით ეს. მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც ვერ დააინტერესებს ვერაფრით რა. ამ შენი ცხოვრების წესი. და ის არ არის შენი მეგობარი. იცოდეთ ეს, კარგად იცოდეთ. შენ შეიძლება ხარ მისი მეგობარი და შენ შეიძლება მას რო დაჭირდეს მისი გულისათვის მანქანა შეუვარდე, მაგრამ ის არ არის შენი მეგობარი, უნდა იცოდე კარგად. აი პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე, ნებისმიერ ტრიბუნიდან შემიძლია განვაცხადო ეს ძალიან აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ხა რაც ეხავს საუბრობ. ძალიან ბევრს ეჩვენება ეს და აი ზუსტად ესეთებზე საუბრობს უფალი. რომ აი საკუთარი ხელივით, ფეხივით, თვალივით რო გიყვარს, მოიკვეთეო და განაგდი შენგანო. ეს ლოდებია, სიმძიმეებია, რომელიც შენ ცურვაში ხელს გიშლის და გძირავს. და ის აზრზე მოსვლას არ აპირებს. შენ დაგცინის და შენი ცხოვრების წესს, შენ ღმერთს, შენს ქრისტიანობას. და შენ კიდე ეხლა ებღაუჭები და ნუ ებღაუჭები. ის შენს ჩაგძირავს. თუ გადარჩენა უნდა და თვითონაც აფართხალდა, კი, იფართხალე შენს და რომს დაიღუპოთ ორივე ღმერთი გაცხონებს. და შეგიწიროს, მოწამეობა შეგირიცხავ შენ უფალი ამას. მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში უფალი პირდაპირ გეუბნება, რომ მოიკვეთე და განაგდე შენგან. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა გავამახვილებ ყურადღებას და დავასრულებ ამ მომენტს, რომ რას ნიშნავს მოიკვეთე და განაგდე? რას ნიშნავს იყოს იგი შენთვის ვითარცა მეზვერე და წარმართი? ნიშნავს იმას კი არა, აქ მე ხაზს გავუსვავ ძალიან დიდს და მუქს წითელს. არ ნიშნავს ეს იმას, რომ შენის აღარ გიყვარდეს და მოიძულო. არა. მისი ცოდვა უნდა გძულდეს და მისი ცოდვილი ცხოვრების წესი, მაგრამ აუცილებლად უნდა გიყვარდეს, იმ სიყვარულს არ უნდა მიეკაროს არაფერი. შენ სიყვარულს მის მიმართ. იმან რაც არ უნდა გაწყენინოს, რაც არ უნდა გატკინოს, შენ უნდა ამაღლდე ამ წენაზე, ამ ყველაფერზე მის მიერ ჩადენილ ცოდვაზე. შენ ისევ უნდა გიყვარდეს ის ადამიანი, მაგრამ უნდა გაიაზრო უბრალოდ. რა კი შენგან მიმღები აღარ არის, განეშორე. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? გავსვათ შეკითხვა და როგორ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული ამ ადამიანის მიმართ? რაში უნდა გამოიხატოთ ჩვენი სიყვარული, თუ კი ჩვენ მასთან ურთიერთობა აღარ გვექნა და აღარ ვიკონტაქტეთ? სწორია.
ქრისტიანებს გაგვაჩნია საოცარი იარაღი ლოცვა. მე თქვენ გეტყვით ხალხო, პირადად ჩემი ცხოვრებისეული მაგალითიდან და ესეთ მაგალითი ძალიან ბევრი მქონია რომ ის რისთვისაც მე ვერ მიმიღწევია ჩემი ყველანაირი ხორციელი მაგა ესეთი რაღაცა ქმედებებით და მცდელობებით ადამიანებთან მიმართებაში და როდესაც ამომიწურავს ყველანაირი ჩემი რესურსი, ყველანაირი ჩემი შესაძლებლობა ერთი გულმხურვალი ლოცვით მიმიღწევია იმისთვის. და შეურცხვენი ვარ ღმერთს და წამოსვლია ცრემლები რა. აი იქ დაუნდაბლები ვარ ხოლმე რა. და მე რა დავფიქრებულ ვარ რომ რა რეგვენი ვარ. თავიდანვე ხო შეიძლება მიმემართა მეთქისთვის. და ჩვენ გაგვაჩნია ეს საოცარი იარაღი. ეს ურწმუნოებს არ ჯერათ, არც სულის უკვდავების, არც უფლის, არც ბოროტი ძალის არსებობის და არც ლოცვის ძალით, მაგრამ ჩვენ ხო ვართ ქრისტიანები, ჩვენ ხო წამს ეს. უამრავი ადამიანისგან გამიგია რომ ამო აი ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში, ისეთ დროს გადაურჩენი ვარ ღმერთს, ისეთ სიტუაციაში აი არსაიდან რო შველას არ ველოდი, მოსულა უცებ შველა. არასოდეს ღმერთს არ დაუტოვები ვარ, აი რაც მithოვი აფთისთვის შეუცვლო. თითქმის ყოველი ადამიანი მე ამას მეუბნება საუბარში. და მიუხედავად ამისა ჩვენს სიბრიყვეს არ აქვს საზღვარი. და ჩვენ სამპარტავნებს. უამრავჯერ გვაჯერებს უფალი თავის ყოვლის შემძლეობაში, თავის დახმარების სურვილში ჩვენს მიმართ. იმაში რომ მუდამ ისმენს ჩვენსაც, ოღონდ კი ჩვენ მიუმართოთ მას. და ჩვენ მაინც ესე რა, გინდა ერთჯერ, გინდა ორჯერ, გინდა 10ჯერ დაგვანახოთ ჩვენ საკუთარ მაგალითზე მაინც. ხო და აი ესეთ შემთხვევაში ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი სიყვარული ესეთი ადამიანის მიმართ უნდა გამოიხატოს ლოცვაში. მე მყავს პირადად ესეთი მეგობრები. ორი მეგობარი მყავს მე ესეთი. რომელთანაც აი ვერაფრით ვერ დავალაგე რა, ნუ რაღაცა მოხდა ესეთი აი ცალკეც ველაპარაკე, აი სამივე საფეხური გავიარე. ორი სამი ადამიანის თანაცრებითაც ვისაუბრეთ, არა და იმ ადამიანისგან მე ძალიან ბევრი სიკეთე მახსოვს. და ის ადამიანი ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი ეტაპი იყო, ის ერთი განსაკუთრებით. ბევრი რამე ვისწავლე მე მისგან. და ძალიან მეძვირფასება და დღემდე მიყვარს, ძალიან მიყვარს და ძალიან მტკივა. და ყველა ლოცვაში ვიხსენიებ და ყველა წირვაზე ვიხსენიებ და ვევედრები უფალსო ღმერთმა გულს მოიყვანოს და სინამდვილე მისცეს. ერთადაც ვესაუბრეთ მეგობრები, არაფერი აბსოლუტურად არ გაჭრა არაფერი. აი თავის იჯიუტეში არის ისევ და არის და არის. უარესად და უარესად ხდება. პრობლემაზე ემატება, ესეც არ შველის. აი წარმოვიდგინეთ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სამპარტავნი. ძალიან მძიმეა ეს, ძალიან მძიმეა ხალხო. და კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს მნიშვნელოვანი სწავლებაა და თქმელს კარგი გამგონე უნდა ეხლა შეიძლება ეს რაღაც არასწორად გაიგოს ადამიანმა უფალი არ მოგიწოდებს არასოდეს არავის სიზულვილისაკენ ეს ის უფალია რომელმაც საკუთარი ჯვარცმელი ადამიანებისათვის ილოცა ჯვრიდან სასიკვდილოდ განწირულმა აუტანელ ტკივილების ქვეშ რომ მამაო აპატია არ იციან რასაკეთებინო და როგორ შეიძლება ესეთმა უფალმა რომელმაც ტრის სიყვარულისკენ მოგიწოდოს რომ ეს ადამიანი მოიძულო და აღარ გიყვარდეს. არა. განეშორე უბრალოდ, იმიტომ რომ შენ მას ვერ გადაარჩენ, ამ შემთხვევაში მას შენგან არანაირი მიმღებლობა არ აქვს, შენი შენიშვნის და შენი სიტყვის და ამიტომ მოდი რა ტყუილად ნუ დაიხარჯებინ, ნუ დაუფენ ზაღლებს და ღორებს, მაგალითად სიწმინდეს, მათ იმის ფასი არ იციან ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში განზე გადექი და იულოცე მისთვის. და შენი სიყვარული გამოხატე ლოცვით. მისდამ. დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, თუ ღმერთმა იქნება, მას გონება გაიხსნა. ამინ გეტყვით თქვენ, რაოდენი შეკრათ ქვეყანასაზე და კრულ იყოს იგით საათაშინა. და რაოდენი გახსნათ ქვეყანასაზე და ხსნილ იყოს იგით საათაშინა. ეს უშუალოდ მიემართება მოციქულებს ეს სიტყვა და მოციქულების სახით და მათი თანადობით თითოეულ სასულიერო პირს, ვიზეც არის სამღვდელო ხელდასხმა გადმოსული თითოეულ ჩვენთაგანზე, ანუ მადლი ცოდვათა განხსნისა და შეკვრისა უფალმა მოგვანიჭა ჩვენ, მიანიჭა მოციქულებს და უწყვეტად მოედინება ეს ჯაჭვი მართლმადიდებელი ეკლესიაში თითოეულ სასულიერო პირზე, თითოეულ მღვდელზე, ეპისკოპოსზე.
მადლი ცოდვათაგან გახსნის. ამიტომაც არის რომ ხა ვერს უკითხავს ხოლმე ჩემთვის რომ აი მამო აი მოდი ერთი წამს. მიყვარს უფალი, ვცნობ რომ ერთსაც უყვარვა, რა აუცილებელია ჩემთვის რომ ვიარო ეკლესიაში. რა აუცილებელია რომ ყავდეს მოძღვარი ჩემო საყვარელო და ძვირფასო ადამიანო. უფალმა ცოდვათა შემდობის უნარი გამგებ მიანიჭა ადამიანებს, კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ქვია ხელდასხმული სასულიერო პირი. მხოლოდ და მხოლოდ მას უთხრა უფალმა, რომ ვისაც შენ შეუნდობა ამ ქვეყანაზე, მას შეენდობა ღვთის წინაშე. ანუ მას შეუნდობ მეც. და ვისაც შენ არ შეუნდობ, იმას არ შეუნდობ არც მე. და რატომ არის აუცილებელი ხა ბევრს უთქვამს კიდე ეს მომენტი, რომ აი მამო მე ჩემს სოდებს ნანებ. განვისდი ძალიან ჩემს სოდებს, კი ვაღ მერტი ხო ხედავს ამ ჩემს სინაუს. ნუ თუ არ არის საკმარისი ეს, რატომ არის აუცილებელი რომ აისა და მაინც მოძღვარი მყავდეს, მივიდე მასთან ვაღიარო. ესეც მნიშვნელოვანია და გეტყვით და აგიხსნით ეს ბევრისთვის ამიცნია ესე კერძო საუბრებში, მაგრამ ხა მინდა რომ თქვენც იცოდეთ ზოგადად და შეიძლება ვიღაცამას მეგობარმა დააგისვა შეკითხვა და რო იცოდეთ რა უნდა უპასუხოთ, რა. ჯერ ერთი წმინდა მამები ამბობენ რომ როდესაც შენ მოერევი იმ შენს უხერხულობას, აი ყველაზე მეტად რაც გეუხერხულება რა, იმ ცოდვის თქმა და რომ ამოთქვაო პირიდან და იტყვი მაინც, ხო? თუნდაც ერთი ადამიანის წინაშე. აი იმ დროს იწვისო ზუსტად ის შენი ცოდვაო რა, მამები ესეთ ხატოვან შედარებას აკეთებენ რა. და მეორეც ეს არის შენთვის ძალიან ძლიერი ბერკეტი, იმიტომ რომ ამოუთქმელი ცოდვა, როდესაც მხოლოდ შენ იცი, უფალმა თავისთავად, მაგრამ ღმერთი ადამიანს ხშირად ავიწყდება ხოლმე. ამოუთქმელი ცოდვა ძალიან დიდი ალბათობით ისევ განმეორდება. შეძლებს და მოახერხებს ამას ეშმაკი, მაგრამ ცოდვა რომელიც ამოთქვი და რომლის მოწმეს თუნდაც ერთი ადამიანი არის უკვე და ეს ადამიანი არის შენი სულიერი მოძღვარი და მეტი არც არის საჭირო რომ ვინმე იყოს კიდე სხვა. ეს უკვე შენთვის დაამატებითი ბერკეტია იმისათვის რომ შენ უკვე თუნდაც იმ ადამიანის წინაშე იგივე ცოდვის გამეორება შეგწყვება და თუნდაც ეს გაიძულებს უკვე რომ შენი ცოდვისაგან თავი შეიკავო. ანუ აი ამისთვის არის აუცილებელი ეს ყველაფერი. და პლუს ამას ის რაც უკვე გითხარით რომ მხოლოდ მოდელს სასულიერო პირს ხელდასხმულს მიანიჭა ღმერთმა უფლება რომ მოგიტევოს ცოდვები და შემდეგ უკვე გაზიაროს ყველაზე ძვირფას და ყველაზე სამიყვარს რაც კი შეიძლება ამ ქვეყანაზეც და იმ ქვეყანაზეც იყოს ქრისტეს უხსნელ სისხლსა და ხორცს. ამიტომ ამისთვის ეს არის ყოველად აუცილებელი. Ყველა დამინ გეტყვით თქვენ, უკვე თუ ორნი თქვენგანი შეითქმნენ ქვეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიცა ითხოვ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათასა. რამე თუ სადაც იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა. რას გვასწავლის ამეთი უფალი? რას გვეუბნება? ორი ან სამი ადამიანი ერთად თუ შეიკრიბებაო და ჩემი სახელით ითხოვს ღვთისაგან რამესო, მიიღებსო იმ თავის ათხოვარსო და გახსოვდეთო, რომ ნებისმიერ 2 და 3 ადამიანსო, რომლებიც ჩემი სახელით იკრიბებაო, მეოთხე მე ვარო. ანუ მე მათთან ერთად ვარო. რატო ამახვილებს ამაზე უფალი ყურადღებას? ესეც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თუნდაც მარტო იყო ადამიანი, თუ შენ ღმერთი გიყვარს, უფალი შენთან იქნება, მაგრამ რატომ ამბობს ამას უფალი? რატო ამახვილებს სიმრავლეზე ყურადღებას? და ამ სიმრავლეში გულისხმობს თუნდაც 2 და 3 ადამიანს. რატომ იცით? იმიტომ რომ ღმერთს უნდა რომ ჩვენ ადამიანებს გვიყვარდეს ერთმანეთს. ჯვრის თაყვანისცემის კვირა როცა იყო, ვინც ესწრებოდით, მაშინ მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. ვიქადაგე რომ რას ნიშნავს ჯვარი? რა იდეადებს ჯვარში? აი უმარტივესი გეომეტრიული ფიგურაა, ხო? რა იდეის მატარებელია ჯვარი? ორი ხაზია პერპენდიკულარულად ერთმანეთის გადამკვეთი. ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ვერტიკალური ხაზი არის ჩვენი სიყვარული შემოქმედის მიმართ, ის მიმართ და ჰორიზონტალური ხაზი არის სიყვარული მოყვასის მიმართ. ანუ ეს ორი უდიდესი მცნება, რომელზეც უფალი ბრძანებს, რომ ამათ ორთან მცნებათა ზედა ყოველი ჟული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული არიან. ორი ძირითადი მცნება
რომლის დაცვაც აცხონებს და გადაარჩენს ადამიანს. და რომლის გადაკვეთაც ქმნის ჯვარს. ჩვენი ცხოვრების ჯვარს. ეს ჯვარი სიყვარული ჯვარია და იმიტომაც არის მსუბუქი და ტკბილი, როგორც უფალი თავად ბრძანებს. ანუ მოგვიწოდებს ღმერთი ერთმანეთის სიყვარულისთვის, ერთმანეთის სიყვარულისკენ და მოგვიწოდებს ერთობისკენ. რომ შენი ღმერთი გიყოს, გამოხატე იმით, რომ შენი ძმაც გიყვარდეს. და რაც მეტი გეყვარება, მით უკეთესი. და რაც მეტნი იქნებიან უფლის მოყვარული ადამიანები და ერთმანეთის მოყვარული ადამიანები თან, მით უფრო მეტად გაეხარდება უფალს და მით უფრო მეტად იქნება მათთან ერთად. მაშინ მოუხდა მას პეტრე და თქვა: უფალო, რაოდენ გზის შემცოდოს მამან ჩემმან და მიუტეო მას, ვიდრე 7 გზისამდეა? მოსეს ჯულში ესე იყო დაწერილი, რომ ადამიანს 7-ჯერ უნდა აპატიო. და მერვედ უკვე შეგეძლო რომ რაღაცა დამჯელი ღონისძიებებისათვის მიგემართა. და 7-ჯერ უნდა გეპატიებინა. ეხლა პეტრე მიდის და ეკითხება: 7-ჯერ ვაპატიო ჩემს ძმასო დანაშაულიო? ჯერ ეკითხება, რამდენჯერ ვაპატიო და მე თვითონე დაამატებს. 7-ჯერო? ანუ ამით თითქოს უფალს ახსენებს, რომ გახსოვს ჩვენ რომ 7 გვიწერიაო რა და 7-ჯერ ანუ ყალყურად მიაქციეთ ყურადღება. პეტრე უკვე ხვდება, ხედავთ როგორ გადაფასებას აკეთებს. ანუ პეტრემ იცის, რომ ის ვისაც ეკითხება ამ ჯულზე მაღლა დგას. და მას შეუძლია, რომ ეს ჯული განმარტოს, დაარღვიოს ამ შემთხვევაში პირობითად და უფრო კარგად აუხსნას მათ, რას ნიშნავს. ანუ პეტრე აღიარებს, ეს ის პეტრეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღიარა, გახსოვთ ხო წინა თავში, რომ შენ ხარ ძეღვთისაო. და ეკითხება ახლა პეტრე აღიარა უკვე რომ ის არის ძეღვთისა, ანუ თითქოს ამითი აღიარებს, რომ მე ვიცი უფალო, რომ შენგანა გვაქვს ჩვენ ეს ჯული მოცემული. და მოდი კარგად გამგვიმარტე და აგვიხსენი. აი ამ შენი სიყვარულის ქადაგების შემდეგ, რომ მე რამდენჯერ ვარ ვალდებული, რომ ვაპატიო ჩემს ძმას. აქაც გამოშჭურის ადამიანური სისუსტე, რა თქმა უნდა, ხო? და ჩვენი რაღაცა ისევ და ისევ აი ეს რაღაცა თამოყარება, რომელიც ყველაზე მეტად გვიღებს ამ ქვეყანაზე. რატომღაც 7-ჯერ ვაპატიო დანაშაულიო? ეხლა 7-ჯერაც გვიჭირს ხოლმე, ხო? მოდი გულში ჩავიხედოთ ჩვენ. და მოდი უფლის პასუხი ნახეთ. თქვა მას იესო: არა გეტყვი შენ ვიდრე 7 გზისამდე, არამედ ვიდრე 77 გზისო. 7-ჯერ 70-ჯერ. და ესეც ეხლა საერთოდ ერთი რამე დაიმახსოვრეთ რა. საწუნოება მათემატიკური არ არის და ყოველი ციფრი და რიცხვი, რომელიც წმინდა წერილში ცემება, ატარებს რაღაცა გარკვეულ სიმბოლურ მნიშვნელობას, ზოგადად რაღაცა სიმრავლეს განასახიერებს. ანუ 70-ჯერ 7 გზის იცი რატო უთხრა უფალმა? 7-ჯერ 70 რამდენია? რამდენია? 1490, ხო? ანუ 1490-ჯერ ვაპატიებ. 1491 განა აღარ აპატიო, ამას კი არ გულისხმობს ღმერთი. ანუ უთხრა რომ უნდა აპატიო და აპატიო. სულ უნდა აპატიო, უნდა შეგეძლოს ყველაფრის მიტევება, უნდა შეგეძლოს ყველაფერზე მაღლა დადგომა, იმიტომ რომ იმ 7-ჯერ 71 თუ დაგამარცხა ეშმაკმა და იქ თუ ეღარ აპატიე, სულ წყალში ჩაგიყრება ეს შენი 7-ჯერ 70-ის ნაპატიები. ამიტომ უხსნის პეტრეს, რომ პეტრე ეგრე არ არის შენ რო გონია. არ არის აქ ლიმიტი დაწესებული, არ არის ზღვარი, რომ აი ამდენჯერ აპატიე და მე აღარ აპატიო და მე ამას გაგიმართლებ. როგორც ღმერთი, არა. აი როგორც მრუშობასთან დაკავშირებით ესაუბრებოდა უფალი, რომ მოსემო, როცა იყო საუბარი გახსოვთ, ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, რომ აიო, ჩვენო მოსემ დაგვიწერაო, რომ პროვოკაციო განშორდებაო თავის სოლსო, მისცეს რომ მასო განსატევებელია. ესო მოსემო თქვენო გულფიც ხელობისა თქვენისათვის დაგიწერათო. ანუ რო იცოდა მოსემო რომ თქვენ სიყვარული არ შეგეძლოთ ისე როგორც საჭიროა, საკუთარ თავი გიყვარდათ მარტო, იმიტომ დაგიწერათო რომ ისიც ერთადერთ შემთხვევაში მოგცათ უფლებაო სიძვის ანუ ღალატის შემთხვევაში რომ განშორდეთო რა და მისცეთო ის განსატევებელია, მაგრამ თავიდანო ეგრე არ იყო. ვინც შექმნაო, მამაკაცსა და დედაკაცსაც შექმნა და თქვაო რომ ამისთვის დაუტეოს კაცმან მამათვისი და დედათვისი და შეეყო სოლსათვისა და იყვნენ ორნივე ერთ ხორცს, რომელი ღმერთმა შეაუღლა კაცი ნუ განაშორებსო.
ანუ რას ამბობს უფალი? ის ღალატიც უნდა შეგეძლოს რომ აპატიო, თუ კი მას სინანული ექნება იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა. და თუ კი მიხვდება და იცით ჩემთან რამდენი ოჯახი დადის ეგეთი? რამდენს გინდა იმდენი? ხან სოლს უღალატია, ქმარს უღალატია, მაგრამ ღვთისმადლი და ღვთისწყალობით ეყოთ მათ ის სიყვარული, რომ დღესაც ერთად არიან. და სწორია ეს. შენს თამოყარებაზე მეტად, შენ შელახუნ თამოყარებაზე მეტად, შენი მეუღლე უნდა გიყვარდეს შენ. კიდევ ერთხელ ხალხს უსვავ, თუ კი სინანული, ახლა თუ კი ის არ ნანობს და ახლა იმას შენი ღალატი ჩვევაშია გადასული, ეს სხვა თემაა. ამ შემთხვევაში ახლა რთულია ძალიან რომ აპატიო და ვერც აპატიო. გასაგებია. იმიტომ რომ პატიება ეკუთვნის იმას, ვინც ითხოვს პატიებას, ვინც არ ითხოვს პატიებას, ხა იმას როგორ ეშმაკს იმიტომ არ პატიებს ღმერთი, რომ არ ითხოვს ეშმაკი პატიებას. თორე ღმერთი მზად არის რომ აპატიებს. ასევე შენს მზად უნდა იყო ნებისმიერ წუთს და წამს რომ მიუტეო. თუნდაც მეუღლეს, თუნდაც ყველაზე მძიმე დანაშაული ღალატი. თუ კი მას აქვს სინანული და თუ კი ის გეუბნება რომ აი დამემართა რა, მივქარე რა მოხდა, აი ერთხელ დამემართა და მაპატიე, მივხვდი რომ არასწორად მოვიქეცი, რა მოხდა? ამაღლდი და აპატიე. და შენ თუ მას ვერ პატიო, ესე იგი შენ მას განიკითხავ, ესე იგი შენ მისთვის განაჩენი გამოგაქვს და აუცილებლად დაუშვებს ღმერთი. და ისე კარგად იყავი თქვენ რამდენი მაგალითს ესეთი ვიცი მე, რომ აუცილებლად შენც იგივე წოდვას ჩავარდე. და დაგამდაბლებს ღმერთი და დაგანახებს, რომ ისო სინანულშია, მიუტევე. შენ თუ დღეს იგივეს არ სოდავ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი მადლი გიცავს. და არა იმიტომ, რომ შენ ხარ მაგარი და ძლიერი. და აპატიე როცა ნანობს. ამ შემთხვევაშიც ამაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენი მიტევების უნარი უნდა იყოს შეუზღუდავი. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს ადამიანს მიუტევოს, თუ კი ის ნანობს და ითხოვს ამ შენდობას. და როცა არ ნანობს, მაშინაც კი არ უნდა დაგვანგრიოს ჩვენ ამან. ჩვენში არ უნდა იყოს გაბოროტება, არ უნდა იყოს ბოღმა, რაღაცა მტრობა ამ ადამიანის მიმართ. ჩვენი სიყვარული მაინც არ უნდა შეიყეს და როგორც წინა შემთხვევაზე ვთქვი, ჩვენ უნდა ლოცულობდეთ, უნდა გვეცოდებოდეს, გვებრალებოდეს ეს ადამიანი, უნდა თანაუგრძნობდეთ როგორც ეშმაკის მსხვერპლს. და უნდა ვთხოვდეთ უფალს, რომ ღმერთმა სინანული მისცეს, ღმერთმა გონს მოიყვანოს, რომ არ დაისაჯოს ის საწყალი და უბედური. თუნდაც პირადად ჩვენს მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო. ამაზე უნდა ამაღლდეთ ჩვენ. ჩვენი საზომი ვინ არის? უფალი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მას თავისი ჯვარცმელებით ილოცა. მამას ხოვა აპატიე არ იციან და საკეთებენ. ამისთვის ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყვის განგებაი მონათა თვისა თანა. და მოყავს უფალს იგავი. ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ იყო ადამიანი კაცსა მეუფესა, ანუ მეფე ვთქვათ სიტყვაზე, რომელმაც გადაწყვიტა თავის დაქვემდებარებულ ადამიანებთან, მოსამსახურეებთან, ვიღაცა ვეზირებთან, მონებთან, რომ რაღაცა გამოეყვლია რა, ვის რა ვალი აქვს მის წინაშე. და მოეთხოვა ეს თავისი ვალი, რომელიც გაიხსნის იმისა. დავით არცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ტალანტისაი. მოუყვანეს მას ერთი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ვალი ჰქონდა მისი. დავით არ არაი აქონდა მას, რაიმსა მისსა. უბრძანა უფალმა მისმა განსყიდვაი ცოლისა მისისაი და შვილთა მისდაი, და რაიცა აქონდა მას და გარდახტა დიდი. აღმოჩნდა რომ ამ ადამიანს არ ჰქონდა ფული, რომ დაებრუნებინა ეს ვალი თავისი მეფისთვის. და ჩვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, აუცილებლად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის უაღრესად კაცმოყვარე მეფე და ჩვენ ნახავთ რომ ეს ნამდვილად ესეა. და აქ უფალზეა ლაპარაკი, იმასაც გეტყვით წინასწარ. და რო ნახაო, რომ არ ქონდაო მასო გადასახდელიო და ტყუილა არ თხოვდა. დიდი ხანი იყო გასული. ანუ დიდი ხნის წინ უნდა გადაეხადა მას წესით ის ვალი. აცალა, ბოლო მოსთხოვა, აღმოჩნდა რომ კიდე არ ქონდა. და კიდე არ აპირებდა ეს ადამიანი გადახდას და მაშინ უკვე კაცს რომის მიმართა. მეფემ და უთხრა, გაყიდე შენი ცოლშვილი, გაყიდე ყველაფერი რაც გაბადია და გადამიხადე ის რაც მე მეკუთვნის. მოითხოვა სამართლიანად ის რაც მას ეკუთვნოდა.
დავარდა უკვე მონა იგი თაყვანისცემდა მას და ეტყოდა. სულ გრძელი იქმე ჩემზე და უფალო და ყოველივე მიქცე შენ. მიაქციეთ ყურადღება? დავარდაო ქვეყანაზე, ანუ დაემხო მიწაზე ეს ადამიანი და შეევედრაო, სრემლებით შეევედრაო რა. სულ გრძელი იქმე ჩემზე და ყოველივე მიქცე შენო. ცოტაც მაცალეო რა, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ რა და ყველაფერს გადაგიხდი, ყველაფერს მოგცემო. ანუ ყველაფერს აგინაზღაურებ, ოღონდ მადროვეო რა. შეეწყალა უფალსა მისა მონა იგი და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა მას. აი, ნახეთ კაცმოყვარება ღვთისა. შეებრალა, შეეცოდა, გაუშვაო და მარტო მისი სურვილი კი არ აუსულა, ანუ კი არ გადაუვადა. ჩამოაწერა. ანუ გაუუქმა ის გადასახდელი, მიუტევაო ყველაფერიო რა. უთხრა რომ წადი, გაჩუქე შენის ყველაფერი. რა, თვით თანხაზე იყო ლაპარაკი რაღაცა. ბევრისა ტალანტისა იყო, თანამდებია ხო იყო ნათქვა. ანუ ყველაფერი აპატია, მთელი ვალი აპატია მას. ეხლა ნახოთ როგორ იქცევა ეს ადამიანი, ანუ როგორია უფალი, ჩვენს მიმართ როგორი კაცმოყვარეა რომ სინანულ შემთხვევაში რომ ყველაფერს ყპატიებს, ყველაფერს მოგვიტევებს. ოღონდ ჩვენ თხოვოთ, მართლა გული თხოვოთ. კი არ გადაგვივადებს, პატიობს, ივიწყებს იმ ყველაფერს. რა ჩვენ ესე გავფლანგეთ რა, მისი. დავით არცა გამოვიდა მიერ მონაი იგი, იქიდან რომ წამოვიდაო ის ადამიანი. ყოვა ერთი მისთანა მონაი. ნახა ვიღაცა თავისნაირი, რომელსაც თანაედვა მისი 100 დრაქანი. ანუ ეხლა იპოვა ადამიანი, რომელიც მისი მევალე იყო. შეიპრა იგი და შეაშთოვდა მას და ეტყოდა, მომეც რაიცა იგი თანაგაც. შეიპრა იგი, ანუ შეიპრო, დაიჭირა, შეაშთოვდაო მასო, აღჩობდაო, ანუ აი ყელში წაუჭირა, აღჩოდა და ეუნეოდა რა, რომ სასწრაფოდ გადამიხადეო, რაც გაქვს ჩემი ვალია. შეურდა მას მოყვასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა, სულ გრძელი იქმენ ჩემზე და ყოველივე მიქცე შენ. ხედავ? იგივე სიტუაცია მეორდება, ოღონდ უკვე ადამიანთა შორის. სთხოვს რა, ეხვეწება, რომ გეხვეწებიო რა, მაცალეო, ცოტა ხანი მადროვეო. გაუჭირდა რა, ადამიანია ისიც რა და გაუჭირდა და მაცალე ცოტა ხანი და გადაგიხდი ყველაფერს, ყველაფერს აგინაზღაურებ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი. ხედავ? არ შეისმინა, არ გამოავლინა მოწყალება, არ გამოავლინა კაცმოყვარება და სიყვარული ამ ადამიანის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ცოტა ხნის წინ, მოდი ესე პირობითად ვთქვათ, 5 წუთის წინ, იგივე მდგომარეობაში თვითონ იმყოფებოდა და მას აპატიეს, ბევრად მეტი. და არა თუ გადაუვადეს, არამედ საერთოდ ჩამოაწერეს თელივალი. ეს რას აკეთებს, არ მოიდგინე. არ შეისმინა მისი ვედრება, მისი თხოვნა, არ შეეწყალა, არ გამოავლინა სიყვარული, არ შევიდა მის მდგომარეობაში. და თვითონ კარგად ითხოვდა, რომ მის მდგომარეობაში შესულიყვნენ და მიიღო კიდევაც თავის სათხოვარი. და ამ შემთხვევაში არ გააკეთა ესე. და საპყრობილეში შეაგდო და აიძულა, რომ გადაეხადაო ყველაფერი. ხოლო იხილეს რა მისთანა მონათამა საქმე ესე. სხვა ადამიანებმა, ახლობლებმა, ნაცნობებმა დაინახეს ეს ყველაფერიო. შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი რაიცა იქნა. და მივიდნენ და გააგებინეს ბატონს, ანუ უფალს, ნუ მეფეს რა ვიცი, რაც გინდათ ის დავთქვა. მაშინ მოუწოდა მას უფალმა მისმან და რქვა მას. დაუძახა, გამოიძახა თავისთან და ეუბნება. მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამე თუ მევედრებოდი მე. ხედავ როგორ მიმართავს? მონაო ბოროტო, აი ჩვენ ხილად ვიყოთ, კეთილ ადამიანებო, რომ ეს სიტყვები არ მოვისმინოთ ღვთისაგან. ყურადღებით ვიყოთ ჩვენ ცხოვრებაში რა. აუცილებლად უნდა ვიყოთ მიტევებელი და შემწყნარებელი ყოველი ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ გვახსოვდეს
რომ ჯერ ჩვენ გვაპატიეს ყველაფერი და ჩვენც ესე უნდა პატიებდეთ ყველაფერს რა. თორე აი ესეთ სიტყვას გვეტყვის უფალი მონაო ბოროტო. და მტრისას მე იქ უკვე საშველი აღარ იქნება არანაირი. ვერანაირი ადვოკატი ვერ გიშველის ჩვენი და ღვთის წინაშე. თუ ეს სიტყვები მოვისმინოთ ღვთისადან. მონაო ბოროტო ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ რამე თუ მევედრებოდი მე შენ ყველა დანაშაული გაპატიე მთელი შენი ვალი გაპატიე რადგან თხოვეო და შემევედრეო არა ჯერ იყო შენდაცა რაითამცა შეიწყალე შენთანა მონაი იგი ვითარცა მე შენ შეგიწყალე განავალდებული არ იყავი შენც რომ ისე მოქცეული იყავი როგორც მე მოგიქეცი შენო და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ხელთა მტანჯველთა ვიდრემდის გარდაიხადოს ყოველი იგი თანანადები მისი განურისხდაო და მისცა ხელთა მტანჯველთასაო ჩააგდო საპყრობილეში აი ხედავთ გაუცოცხლა ყველაფერი მთელი ვალი გაუცოცხლა რა ის რაც აპატია ისევ თავიდან მოსთხოვა მას ესმის რა კი მან ვერ შეირგო ის სიკეთე და ის წყალობა ღვთისა რომელიც მისგან მიეცა ყველაფერი ისევ გაუცოცხლა თავიდან და შეაგდო საპყრობილეში და აიძულა რომ გადაეხარა ყველაფერი დასაჯა ეგრეცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქვენ უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცად მან ძმასათვისა ყოვლითა გულითა თქვენითა სდომანი მათნი ესე მოგექცევა თქვენსო მამაო უფალიო თუ კიო თქვენო ვერ შეძევითო რომ მიუტევოთო ადამიანებსო საკუთარი შეწოდებებიო ჩემო ძვირფასებო აი მიაქციეთ ამას ყურადღება ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი თქვენ იცით საუფლო ლოცვა მამაო ჩვენო სადაც ჩვენ ესეთ სიტყვებს ვამბობთ და ვევედრებით უფალს რომ დამომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან რას ნიშნავს ეს გვაპატ შეიძლება თქვენ არც ფიქრობთ და არც უყვირდებით ამ სიტყვას რომელსაც წარმოვთქვათ ღვთის წინაშე ისე გვაპატიე ჩვენი ცოდვებიო როგორც ჩვენ პატიოთ ჩვენ შემცოდეებს აი ის რაზეც ახლა საუბრობდით ჩვენ ზუსტად რა ამას ჩვენ თვითონვე ვევედრებით უფალს და ეს ის ლოცვა მოკლე ლოცვა მცირე სახარება რომელსაც მამები უწოდებენ მამაო ჩვენს უწოდებენ მცირე სახარებას თავად უფლისაგან მისი პირიდან როა ნასწავლი ჩვენთვის განამოციქულთაგან თვითონ უფალმა რო გვასწავლა მამაო ჩვენ ყველა ის აუცილებელი სიტყვა წერია იქ რა ჩვენი გადარჩენისათვის საჭიროა სადაც ერთ-ერთი უნიშნელოვანესი მომენტი არის ეს და მომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან ხედავთ როგორ ჩაგვიდო თავიდან პირდაპირ უფალმა ანუ თუ შენ არ ახარ მზად და არ ახარ განწყობილი იმისათვის რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი შენს მიმართ ჩადენილი ცოდვა და დანაშაული შეუნდო და აპატიო ტყუილად ნუელოდები ღვთისაგან შენდობას ანუ პირდაპირ გეუბნები ანუ ვერანაირად ვერც ერთი ჩვენთაგან ღვთის წინაშე თავს ვერ გავიმართოთ უნდა ვიცოდეთ წინასწარ უნდა ვიცოდეთ რომ თუ შეგვიძლია რომ შეუნდო დავაპატიო ჩვენ შეგვენდობა და გვაპატიებო თუ არ შეგვიძლია რომ შეუნდო დავაპატიო მაშინ ჯობია საერთოდ არ წარმოვთქვათ მამაო ჩვენ იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში ჩვენ სასჯელს ვითხოვთ ჩვენი თავისთვის გამიგეთ აი კარგად დაუკვირდეთ ხო არ გონიათ რომ ამას ვამუქებ და ვაჭარებ არა აი პირდაპირ წერია თეთრი ჩავზე ხო შავი თეთრზე უკაცრავად როგორც მე შემილია ვაპატიო ჩემს მასო ისე მაპატიო შენ ღმერთო ვევედრები და რამდენი ადამიანი ვიცი და მოდი ჩვენ ჩავიხედოთ ჩვენ გულში ხო რომლებიც ვერ ახერხებენ რომ აპატიონ ვიღაცას რაღაცა აი თუნდაც ერთი ადამიანი თითქმის ყველას ყავს ვისგანაც აღაცა ისე ძაღლის ნატყენივით ახსოვს რა რაღაცა რა წარეთ და ვერ პატიობს რა ვიღაცა დედამთილს ვერ პატიობს რაღაცას ვიღაცა შვილს ვიღაცა მშობელს ვიღაცა ძმაკაცს ვიღაცა უფროს ვიღაცა თანამშრომელს ვიღაცა მასწავლებელს ანუ აი ვიღაცა თითქმის ყოველთვის ყავთ ერთი ვიღაცა ქმარს ვიღაცა ცოლს რომელსაც რაღაცას ვერ პატიობენ
და ამიტომ მე ყოველწლიურად ვიხმები და რატომღაც გონიათ ხოლმე რაღაცა ვაჭარბებ და რაღაცას იმავშვები რა რომ თუ ერთი ადამიანის მიმართ მაინც გულძვირად ხარ და რაღაცას ვერ პატიობ, ნუ ეზიარები. შენთვის გეუბნები. მე კი არ მენანება ქრისტეს სისხლი და ხორცი შენთვის, მაგრამ შენ ამას საკურნებელად ვერ მიიღებ, დასაჯდელად მოგეცემა. იმიტომ რომ პირდაპირ არის ნათქვამი რომ თუ შენ არ შეგიძლია რომ მას აპატიო და მიუტევო, არც უფალი არ მოგიტევებს. და რისთვის ეზიარები? ნუ ეზიარები. სრული პასუხისგებლობით გეუბნებით რა. თუ თქვენ და თქვენს ცხოვრებაში ერთი ადამიანი მაინც არსებობს, რომელიც თქვენს მტრად მიგაჩნიათ. თუ კი ვერ ანსხვავებთ. პავლე მოციქული პირდაპირ გვეუბნება რომ ჩვენ ადამიანები არ აყვავს მტრებიო. ჩვენ ვებძვით ეშმაკის დაცემულ ანგელოზებსო და ადამიანების მიმართო თანაგრძნობა უნდა გაგვაჩნდესო. და უნდა განვიხილავდეთ მას როგორც ეშმაკის მსხვერპლს. ეშმაკისაგან მოტყუებულს. და თუ შენ ვერ გაგირჩევია ეს ყველაფერი და მაინც ადამიანის მიმართ გაქვს აგრესია, ადამიანს ვერ პატიობ რაღაცას, ესე იგი ჯერ შენ შორს ახარ, ჯერ არ ახარ შენ იმ საზომში მოსული, რომ ქრისტეს სისხლი და ხორცი მიიღო შენ სულში. იმიტომ რომ ის შენ დაღწვავს, ის შენ დასაჯდელად გექნება. ამიტომ ნუ ეზიარები. ამიტომ მამაოჩვენოსაც ნუ იტყვი, თორე დაისჯები იცოდი. და შენი სიტყვებივე დაგჯის მე ღვთის წინაშე. უფალი გეტყვის მე შენ რა სიტყოვდი? რასაც ითხოვდი ის მოგეცემა. ხო ითხოვდი ჩემგან რომ ისე გააპატიო როგორც შენ შეგიძლია აპატიო სხვას. შენ ვერ აპატიე, ესე იგი მეც არ გაპატიებ. და გე კლასიკური მაგალითი წავუკითხეთ ახლა, ხო იგავე მოიყვანა უფალმა. თუ შენ არ შეგიძლია მიუტევო შენ ძმას, მეც არ მოგიტევ. აი ესე აღსრულდება საღვთო სამართლიანობა ჩვენს მიმართ. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ ყველაფერს და ზოგადად მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ რომ ყურადღებით მოვეკიდეთ თქვენს სულიერ ცხოვრებას, თქვენს დამოკიდებულებას უფალთან, თქვენს ეკლესიურ ცხოვრებას, თითოეულ დღეს და თითოეულ წუთს, როდესაც თქვენ ეკლესიისთვის ატარებთ ან სახლში გახართ, ხატებთან და ლოცულობთ და ზოგადად საერთოდ ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს ორმაგი სტანდარტებით, რაც არის ეკლესიაში, ის უნდა იყოს გარეთაც და ის უნდა იყოს სახლშიც. იმიტომ რომ ერთი და იგივე სული გაგაჩნია, ერთი და იგივე პიროვნება ხარ და არ უნდა იყოს იქ სხვა და აქ სხვა. ღმერთი ყველგან გხედავს. ღმერთი მარტო ეკლესიაში კი არა. ღმერთი არის ყველგან. მთელ სამყაროშია გამფენილი უფალი. ყველგან არის. და როგორ შეიძლება ხა შენ აი ვის ატყუებ, რასა შენ თავს ატყუებ, თუ ღმერთის მოტყუებას ცდილობ, თუ აი რა ცდილობ. როცა რაღაცა იქ სხვადასხვანაირად იქცევი რა, ვიღაცასთან ესე იქცევი და რაღაცა თავდაბალი გიჭირავს და ესეთი მშვიდი და მორჩილი და ვიღაცა შეგიძლია თავი მოაჭამო. და როგორ ხა შენ ამას ღმერთი ესე გაგიტარებს და ესე შეგინდობს, არ გეგონოს ჩემო კარგო, არ გეგონოს. არ მოიტყუო შენი თავი. ყოველთვის ეცადე რომ იყო გულწრფელი და ყოველთვის იყო ერთი. არ იყო გაორებული, თორე უფალი გეტყვის მერე. ვაი შენ და ფარისეველო ორგულო. ეს სიტყვები არ უნდა მოვისმინოთ ჩვენ ღვთისგან. ძალიან ცოდვები ვართ. დაგვიფაროს ღმერთმა ნამდვილად რა და ამიტომ აი მთელი ყურადღებით და მთელი პასუხისგებლობით მოვეკიდოთ ჩვენ ცხოვრებას, ჩემო ძვირფასებო და გვახსოვდეს რომ ჩვენი ცხოვრება წუთისოფერია, როდის დამთავრდება არ ვიცი და თითოეულ დღე დავაფასოთ, თითოეული წუთი და წამი დავაფასოთ, რომელიც ღვთისაგან გვეძლება და გამოვიყენოთ მაქსიმალურად. დავეწაფოთ ამ ცხოვრებას. ხო, მე მინდა შეგახსენოთ რომ დღეს დავასრულეთ ჩვენ სახარების განხილვა, ანუ 18 თავი ამით დასრულდა. შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ უკვე 19 თავს, მაგრამ რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას. შემდეგი შეხვედრა უკვე წესით ჩვენ უნდა გვიწევდეს შემდეგ სამშაბათს, მაგრამ არ გვექნება, იმიტომ რომ არის უკვე ნებიშვიდეული. და ნებიშვიდეული იცით რომ ძალიან დატვირთულია, მით უმეტეს სამშაბათს ხარებაც ემთხვევა და ძალიან დატვირთული მსახურებები იქნება, ისედაც ყოველდღე ეკლესიაში სიარული მოგვიწევს და მე მოგიწოდებთ ამისკენ, რა თქმა უნდა თითოეულ თქვენთაგანს. და იმის შემდეგი სამშაბათიც უკვე ბრწყინვალეშვიდეული სამშაბათია და იმ დღესაც გამოვტოვებთ, იმიტომ რომ იქ მისვალებულების მოსახსენიებელი დღე არის, რაღაცა ასე შემდეგ, უკვე აღდგომის შემდეგ ზოგი სოფელში გადის, ზოგი იქ მიდის, ზოგი იქ მიდის და ამიტომ ორ სამშაბათს გამოვტოვებთ და სავარაუდოდ ხუთშაბათსაც. ანუ ეხლა ხუთშაბათს ზეგ იქნება მამაშალოს ლექცია და შემდეგ უკვე ორ ხუთშაბათს ბრწყინვალე ნებიშვიდეულში ორ სამშაბათსაც და ხუთშაბათსაც ნებიშვიდეულშიც და ბრწყინვალეშვიდეულშიც გამოვტოვებთ
და თომას კვირის შემდეგ უკვე ისევ განახლდება სამშაბათს და ხუთშაბათს ლექციები. მადლობა ყურადღებისათვის, კარგად გასაგებია.